გახსოვთ ცოტა ხნის წინ ვიდეო გადავიღე, სადაც ვამბობ, რომ ვერ ხვდები Toyota Camry რატომ არის ესეთი პოპულარული თქო. დღეს მინდა მაგის შებრუნებული ვიდეო გადავიღო და გაჩვენოთ მანქანა, რომელზეც ვერ ხვდები რატომ არ არის პოპულარული. მისი მწარმოებელი გვეუბნება, რომ ეს მანქანა არის გაცილებით უფრო მაღალი კლასის და უფრო კომფორტული ვიდრე Toyota Camry. და შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ერთი და იგივე ღირებულება აქვს. გამარჯობა, მე მარო გალატოზიშვილი ვარ და დღევანდელ ვიდეოში გვეყოლება თქვენს მიერ მოთხოვნილი Toyota Avalon. Toyota Avalon არის Toyotas შეიძლება ითქვას ყველაზე მაღალი კლასის სედანი. ამაზე მაღალი კლასის სედანი Toyotas უკვე აღარ ყავს და ეს არის მათი ფაქტობრივად S კლასი. Mercedes-ებთან რო შევადაროთ. ეს არის Toyotas სრული ზომის კლასიკური სედანი, რომელიც 1994 წლიდან იწარმოება. მას შემდეგ არის სულ 5 თაობა გამოსული, ეს გახლავთ სწორედ მეხუთე თაობა, სადაც Toyotas დიზაინერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მისი ვიზუალი მნიშვნელოვნად შეეცვალათ და მნიშვნელოვნად განესხვავებინათ ის Toyota Camry-სგანაც და Corolla-სგანაც, რაც მის წინამორბედებზე ასე ვერ ვიტყვით. წაღან ვახსენე, რომ ძალიან არაპოპულარული მოდელია თქო და ეს ასეც არის, იმიტომ რომ ეხლა რომ დაუფიქრდეთ თბილისში რამდენი Avalon-ის შემხვედრია, ალბათ მართლა ორივე ხელის თითი მეყოფა მაგის ჩამოსათვლელად, იმიტომ რომ თითქმის არასოდეს არ მხვდება. მით უმეტეს რომ ყოველთვის ვაკვირდები ხოლმე ძირითადად რა ავტომობილები დადის და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ეს ძალიან ლოგიკურია. ქართულ YouTube სივრცეშიც რომ მოვიძიე, მაინტერესებდა, ქონდა თუ არა გადაღებული სხვადასხვა YouTuber-ებს ეს ავტომობილი, მე ვერ ვიპოვე ამ ავტომობილზე ვიდეო, რაც ძალიან გამიკვირდა, ამიტომ უფრო ძირითადად უცხოურ ფორუმებზე და უცხოურ YouTuber-ებთან მოვიძიე დაახლოებით როგორი წარმოდგენა ჰქონდა ხალხს და როგორი გამოცდილება ამ ავტომობილის ქონის, იმიტომ რომ საინტერესოა რამ განაპირობა ამ ავტომობილის ესეთი არაპოპულარობა, იმიტომ რომ რო აიღო თეორიულად მაღალი კლასის სედანია, რომელიც არის ბევრად უფრო ლამაზი ვიდრე Toyota Camry და ბევრად უფრო კარგი მონაცემების. ამას ჩვენ ახლა ერთად განვიხილავთ, დავათვალიერებთ ექსტერიერსაც, ინტერიერსაც, გამოვსვით მართვაში და იქნებ მერე ერთად დავდოთ დასკვნა რამ გამოიწვია ყველაფერი ეს. მაგრამ იცით ახლა რა გავაკეთოთ? აი ახლა ზუსტად აი ამ წუთას დაწერეთ კომენტარი თქვენი აზრით, თქვენი წარმოდგენით და შეხედულებით, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი და როდესაც დავასრულებთ ვიდეოს და მე ჩემეულ დასკვნას დავდებ, სუბიექტურს თუ ობიექტურს, მე შევადაროთ და ვნახოთ დაემთხოვოთ თუ არა ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს. პირველი დავიწყებთ რა თქმა უნდა ცხვირით და ცხაურით, იმიტომ რომ ზოგადად ცხაურის ზომა, ფორმა, აბსოლუტურად ყველაფერი ძალიან დიდ როლს თამაშობს ხოლმე საერთო ჯამში როგორ გამოიყურება ავტომობილი. ამ შემთხვევაში მართლა მთელი გულწრფელობით და ობიექტურად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ლამაზი ცხვირი და ცხაურა აქვს, საკმაოდ განსხვავებული სხვა Toyota სედანებისგან და საბოლოო ჯამში ძალიან ლამაზია, იმიტომ რომ გარდა ცხაურისა, ფარები აქვს ცოტა შიგნით და წინა ბამპერი არის წინ წამოწეული, რაც საბოლოო ჯამში მე მიყვარს ხოლმე ეს სიტყვა რა, ნაკუთებიანი მანქანა მეთქი, ეს არის ზუსტად ეგეთი. უფრო ამას რო ვუყურებ Toyota-სკენ კი არა, Lexus-ისკენ მივდივარ, იმიტომ რომ Lexus-ის ბიძაშვილი და ძმა უფრო ვიდრე ახლა ეს Toyota Camry-ს. გვერდით საკმაოდ ლამაზი აქვს და დისკები ცოტა ამოვარდნილია კონტექსტიდან არა, უფრო ვფიქრობ ბევრად დიდი დისკები უფრო მეტად მოუხდებოდა, იმიტომ რომ ახლა დისკის ზომა საკმაოდ პატარა არის, საბურავი დიდია და ამ სტილის მანქანას და ამ კლასის მანქანას ესეთი სახის დისკები დიდად არ უხდება. აი დაახლოებით როგორც იცით შარვალსა და პიჯაკზე რო შეუსაბამო ფეხსაცმელები ეცმევ ადამიანს დაახლოებით ეგეთ შეგრძნებას მიტოვებს. უკანა ნაწილის იგივენაირად ძალიან ლამაზია, ნახეთ როგორ არის აი ეს შიგნით შევარდნილი და უკანა ფარები წინ გამოწეული. ამითიც უფრო მეტად მივდივარ Lexus-ისკენ ვიდრე Toyota-სკენ და საკმაოდ ლამაზია XSE კომპლექტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არ არის ყველაზე მაღალი კომპლექტაცია. ამას ყავს უფრო მაღალი კომპლექტაციის, უფრო კარგი მონაცემების მქონე ავტომობილის და TRD-ც კი ყავს Avalon-ს. მაგრამ Avalon-ი და TRD ცოტა სხვადასხვაგან არიან ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს ხო არის იდეაში Toyota-ს ბიზნეს კლასი. აი ბიზნეს კლასი და თან სპორტული ცოტა კონტექსტიდანაა ამოვარდნილი. მე საერთოდ არ მომეწონებოდა Avalon-ის TRD კომპლექტაცია, იმიტომ რომ ეხლა აქ რო სპოილერი ადგას, წარმოიდგინეთ, აი ეს კლასს რო სპოილერი დაადგათ.
ხო საერთოდ სხვაგან იქნება. აი დაახლოებით ეგეთი მომენტია აქაც. ნახოთ ახლა საბარგული. პატარა სპოილერი ისე სანამ მოვხვდით ამასაც აქვს. მაგრამ ეს სპოილერი DuckTales რო ეძახიან დაახლოებით ეგ არის და ეს უხდება ნამდვილად, მაგრამ აი ის სპოილერი რაც თიარდისადგია არა. საბარგული აქვს უზარმაზარი, დიდი კი არა, მართლა უზარმაზარი, ძალიან ღრმა, ძალიან განიერი. Toyota Camry-ზე მართლა ბევრად დიდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ავტომობილით ბევრი კი არა, ძალიან ბევრი ვარგის წარება შეგეძლებათ. დაახლოებით შეგიძლიათ შეადაროთ მაღალი გამომავლობის ავტომობილის საბარგულში რამდენ ვარგსაც ჩაალაგებთ, აი აქ მაგის პრობლემა ნამდვილად არ გექნებათ, რომ იგივე რაოდენობის ვარგი ჩაალაგოთ. რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახისთვისაც თან კლასიც ისეთი აქ ავტომობილს არაჩვეულებრივი ავტომობილი იქნება ძალიან კარგი არჩევანი. ხელის გამოსადები არ აქვს, საიდან შემიძლია რომ საბარგული დავფარო, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელი უნდა მოვკიდო აი აქ. წვიმიან და თოვლიან ამინში საკმაოდ არაკომფორტული იქნება, იმიტომ რომ ჩათვალეთ, რომ ხელის დასვლა მოგიწევთ და მე ხელსახოცი გჭირდება თან საცნობზე გაწმენდება. უკანასაურდეს კომფორტი. ფორმა ძალიან ნორმალური, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ დაახლოებით Toyota Camry-ს რაც აქვს, იგივე არაფერი განსაკუთრებული და ძალიან განსხვავებული, ზომაც ძალიან კარგი, დიდი სივრცეა, სამი ადამიანი თავისუფლად მოთავსდება, შუაში ბარსაც გადმოწევთ, სადაც ჭიქებს განათავსებთ, აქ ალბათ ტელეფონს ჩადებთ. უნდა აღვნიშნო, რომ JBL-ის აუდიო სისტემა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან კარგი ჟღერადობა ექნება. კარგია. სასიამოვნო სამგზავრო იქნება, არაფრით შემაწუხებელი, შორტუ პატარა გზაზე. გადმოვედით მძღოლის მხარეს და ეხლა რა თქმა უნდა ტრადიციულად უნდა გაგაცნოთ ჩვენი არხის მხარდამჭერები და სპონსორები. პირველი არის კომპანია Trust Import-ი, სწორედ Trust Import-ის ჩამოყვანილია ეს ავტომობილი და თქვენც თუ გეგმავთ ავტომობილის შეძენას ამერიკის აუქციონზე, აუცილებლად დაუკავშირეთ Trust Import-ს და შეგიძლიათ 100% ვითენდოთ. პატარა ანონს გავაკეთებ სულ მალე და Trust Import-ი გაგიზიარებთ ჩვენს საერთო შენაძენს და დაელოდეთ ძალიან მალე იქნება მაგისთან დაკავშირებით ვიდეოც და ჩვენი მეორე სპონსორი არის Little Tree Georgia. დღეს აი ესეთი ნაძვის სურნელი მოგიტანეთ. ზამთარია, ახალი წელი მოდის და შესაბამისი ფორმისა და სურნელის მქონე აურა კარგი სურნელი. თუ გინდათ იგრძნოთ ნაძვის ცოცხალი სურნელი, მაშინ ეს ვარიანტი არაჩვეულებრივი არჩევანია. აი, გადავიდეთ ახლა ძღოლის კომფორტზე, ხილვადობაზე, განლაგებაზე და ასე შემდეგ. სალონის წინა ნაწილი, ეგრეთ წოდებული ტორპედო, ამ ტორპედოს ქართული შესატყვისი, არ ვიცი, მე ვერ მოვიფიქრე და თქვენ მითხარით წინა ნაწილს ვამბობ, მაგრამ წინა ნაწილი ესეთი ზოგადი ნათქვამია, რომ ცოტა ძნელია მიგახვედოთ რას გულისხმობ და აქაც დაწერეთ თუ გინდათ კომენტარებში ტორპედო რითი ჩავანაცვლო და მე აუცილებლად გავითვალისწინებ. ტორპედო არის ძალიან ლამაზი და საინტერესო ფორმის, აი ესეთი ფორმა აქვს. შიგნით შეწეული და გარეთ ესეთი გამოწვეტებული. ხილვადობა ამ შემთხვევაში ძალიან კარგია. მახსოვთ მე Toyota Camry-ზე გითხარით, რომ აი აქ ის ბრმა ზონა მაქსიმალურად არის შემცირებული. მეთქი იმხელა იმდენად დიდი შუშა იყო და აქაც იგივე სიტუაცია არის. ეხლა რომ ვიყურები, აი ძალიან მინიმალური ადგილი არის დატოვებული, სადაც მე შეიძლება მომეფაროს რამე და კონკრეტული წერტილი ვერ დავინახო და ეს არის ძალიან კომფორტული. თან გავაქტიურებ ავტომობილს. ციფრული მაჩვენებელთა დაფა აქვს და ძალიან დიდი ეკრანი, სადაც ციფრულად არის გამოტანილი აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია. ეკრანი აქვს საკმაოდ დიდი და ზოგადად აი ეს ნაწილიც Toyota Camry-ზე ბევრად უფრო ლამაზი და უფრო კარგად და კომფორტულად განლაგებულია. ერთადერთი აი ცოტა ის შეგრძნება აქვს, რომ ეს ეკრანი რაღაცა ძალიან იქით არის წარსეული, ცოტა წინ აი ესე რო იდგას ვერტიკალურად. ბევრად უფრო სასიამოვნო იქნება და ეხლა ცოტა ესე მჭირდება, რომ აქედან ვზივარ და ვატარებ რაღაცებს, გადავწყვეტ და შევასრულო კონკრეტული ოპერაციები. ეს ბარი რომ მაღლა არის და ხელის სიმაღლეზე, ეს არის ყველა მანქანაში ჩემი ძალიან დიდი ფავორიტი, იმიტომ რომ ეს არის უკომფორტულესი, როდესაც აი ხელი შეგიძლია ესე შენივე სიმაღლეზე გედოს, აბსოლუტურად ყველაფერი ეს იქნება სიჩქარეები თუ ჭიქის ჩასადები, ყველაფერი ერთი ხელის მინიმალურ გაწვდენაზე იყოს განლაგებული. სკამით საკმაოდ კომფორტულია, აი ყველაფერი ისე არის კარგად განლაგებული, რომ სამართავად ძალიან კომფორტული ავტომობილია. დანარჩენი ისეთი განსაკუთრებული რაღაცა აქ არაფერი არ არის, რაც შეიძლება რომ გითხრათ. უფრო საინტერესო არის ის, ეხლა რომ დავიძრათ, წავიდეთ, ვნახოთ მართვაში როგორია, რამდენად კარგი სამართავია და დანარჩენზე ვისაუბროთ. ვინ არის ამისი კონკურენტი, რამდენი აქვს წვა
და ზოგადად, რატომ არ არის ეს მანქანა პოპულარული? გამოცადოთ ახლა მართვაში, როგორი არის, როგორ გამოცდილებას მოგცემს თან Camry-საც შევადარებ. Camry-ის ორივე ვარიანტი ვიცით, TRD-ც ვიცით და ნუ ჩვეულებრივი Camry-ც ნატარები მაგრამ სასაშინელებაა და ნახოთ ახლა რომელთან უფრო ახლო არის. სანამ ვიდეოს გადავიღებდით, მანამდე ეს პატარა მოკვლევას ვაწარმოებდი Camry-სა და Avalon-ის ფასებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მაინტერესებდა რამხელა სხვაობა იყო და რატომ ირჩევდა მომხმარებელი ძირითადად უფრო Camry-ს ვიდრე Avalon-ს, იმიტომ რომ მაინც თვლიდი რომ მიზეზი ფასი იყო. როგორც ეს თეორიული მონაცემი არის, რომ Toyota Avalon-ი არის უფრო მაღალი კლასის ავტომობილი, შესაბამისად მოლოდინიც მქონდა, რომ Toyota Avalon-ი იყო უფრო ძვირიანი ავტომობილი, რის გამოც მომხმარებელი თავს იკავებდა მისი შეძენისგან და არჩევანს აკეთებდა უფრო ბიუჯეტურ ვარიანტზე და ყავდა მაინც Toyota-ს, გამძლე Toyota-ს სედანი. თუმცა შედეგი იყო ცოტა მოულოდნელი. საქართველოს ბაზარზე ფასის დადგენა ცოტა რთულია, იმიტომ რომ იმდენად ჭრელია ფასები, შეუძლებელია რაღაცა საშუალოს გამოყვანა, იმიტომ რომ შეიძლება ბევრად უფრო დაბალი კომპლექტაციის და დაბალი წლოვნების ავტომობილი უფრო ძვირად ედოს ვიღაცას და შედარებით ახალი და უფრო კარგი მონაცემების მქონე უფრო იაფად. ამიტომ ანალიზი გავაკეთე Bitfax-ზე. Bitfax-ი როგორც არის საიტი, სადაც დევს აბსოლუტურად ყველა ავტომობილი, რომელიც არის კოპერზე და EI-ზე გაყიდული, რა ფასში გაიყიდა ადგილზე. აქედან უფრო მარტივია დაადგინო დაახლოებით რა კატეგორიაში ტრიალებს მანქანა და გამოიყვანოს საშუალო დაახლოებით რამდენი გჭირდება, რომ კონკრეტულად ის ავტომობილი შეიძინო იმ წლოვანების და იმ მონაცემების. სხვაობა იყო ძალიან მინიმალური. Toyota Avalon-ი რო იყიდო, აი ეს ჰიბრიდი, ეს კომპლექტაცია ამერიკაში აუქციონზე, გინდა დაახლოებით 12-დან 15-მდე, აი ამ შუალედში და Toyota Camry-ც რო იყიდო ჰიბრიდი, დაახლოებით იგივე კომპლექტაციის და Camry-ში ეს კომპლექტაცია არც ისე მაღალია, ნუ ამ შემთხვევაში აქაც არის უფრო მაღალი კომპლექტაციები, როგორც გითხარით, გინდა დაახლოებით იგივე 10-12 და საბოლოო ჯამში რა გამოდის, რომ დაახლოებით იგივე ფასში ყიდულო Camry-საც და Avalon-საც, შეიძლება ფინალურ ფასში იყოს სხვაობა დაახლოებით $2-3,000 და იმ შემთხვევაში გყავს Camry, რომელიც არაფრით განსაკუთრებული არ არის, არასასიამოვნო სამართავია, ძრავი და გადაცემათა კოლოფი ერთი და იგივე აქვს. აი, მანდ ცოტა შეცდომა დაუშვა Toyota-მ, როდესაც ეს არ გააკეთა, რომ რაღაცა განსხვავებული სიმძლავრის და მონაცემების მქონე ავტომობილი შეექმნა, ცოტა უფრო ძლავრი ყოფილიყო, უფრო მეტი ცხენის ძალა ქონოდა, უფრო კარგი გადაცემათა კოლოფი ქონოდა, გადაცემათა კოლოფი როგორც მაშინაც ვახსენეთ, საკმაოდ ცუდი აქვს ჩვეულებრივ Toyota Camry-ს, ნუ TRD-ში მაგან არ შემაწუხა, მაგრამ ჩვეულებრივ Toyota Camry-ში საშინელება. თუმცა ვიზუალურად ინტერიერი, ექსტერიერი, თუნდაც რა მონაცემებიც აქვს, რომ CarPlay აქვს ამას და Android Auto, ეს ყველაფერი ჩვეულებრივ Camry-ში არ არის. ეს ყველაფერი განსხვავებულია. რაც საბოლოო ჯამში ქმნის იმას, რომ Toyota Avalon-ი არის ბევრად უფრო ლამაზი და ბევრად უფრო მაღალი კლასის ავტომობილი ვიდრე Toyota Camry. მაგრამ ფასი აქვს თითქმის იდენტური. და ეს გამოიწვია იმან, რომ Camry-ზე არის რაღაცა დიდი უზარმაზარია, წარმოუდგენელი მოთხოვნა და შესაბამისად ბუნებრივია, რომ მოთხოვნა მიწოდების პრინციპის მიხედვით ფასი მაღალია შედარებით. Avalon-ზე მოთხოვნა საერთოდ არ არის და აქვს ის ფასი, რაც უნდა ჰქონდეს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ესეთი დასკვნა გავაკეთოთ, რომ Toyota Camry ღირს ის, რაც არ უნდა ღირდეს და Toyota Avalon-ი ღირს ის, რაც უნდა ღირდეს, მაგრამ მაშინ თანხას არავინ არ იხდეს. არ ვიცი საბოლოოდ მიზეზი რა არის, ალბათ ის, რომ თავიდან წარმოდგენა ჰქონდა ესეთი მომხმარებელს, როდესაც აი ეს ყველაფერი დაიწყო, რომ Toyota Camry თითქმის იგივე შიგნეულობით, რაც Avalon-ი არის უფრო ბიუჯეტური და მოდი Toyota Camry-ზე გავაკეთებ არჩევანს და Avalon-ზე აღარ ვიფიქრებ, იმიტომ რომ მაღალი კლასის სედანია და უფრო ძვირი ეღირება და ეს რაღაცა ინსტინქტურად რო აზროვნებ უკვე, ხო იცი, ზოგადად ეგ ძალიან ხშირია ხოლმე რაღაცებზე, ეს განსხვავებული გადაწყვეტილებები ადამიანებს დიდად არ უყვართ. ასე ჩამოყალიბდა ის და მივიღეთ ის მოცემულობა, რომ ყველა აწყდება Camry-ს და Camry-ს ფასი არის მაღალი და Avalon-ი არავის არ უნდა და ამ დროს Avalon-ის ფასიც არის თითქმის იგივე. კონკურენტი ამისი, კონკურენტი რა თითქმის იგივენაირი არის Lexus ES-ი,
Lexus და Toyota როგორც ერთი მწარმოებლის არის და თითქმის ყველა მანქანაში ყავთ ერთმანეთის ეკვივალენტები. ესე რა თქმა უნდა შედარებით უფრო ძვირი არის. Avalon-ის ღირებულება ახლა საქართველოს ბაზარზე მაინც რომ ვთქვათ, დაახლოებით არის $25,000. ES-ის შემთხვევაში ეს ფასი მერყეობს დაახლოებით 30-35 განსხვავება, დაახლოებით $5,000 არის. $5,000 ცოტა ნამდვილად არ არის და ამ ორ მანქანას შორის ეგ არის, რომ ვისაც ES-ის ფული აქვს, ES იყიდის, რა თქმა უნდა, ახლა Avalon-ს 25,000 რომ აქვს, ES ვერ ვიყიდი, მაგრამ Camry-საც ნამდვილად არ ვიყიდი, მე პირადად და ჩემი სუბიექტური აზრი და შეხედულება ეგეთია, რომ Avalon-ი მე ვფიქრობ, ბევრად უფრო იმსახურებს პოპულარობას და იმსახურებს, რომ იყოს ისეთი მოთხოვნადი, როგორც თუნდაც Toyota Camry არის. წვას რაც შეეხება, თითქმის ერთი და იგივე აქვს. Toyota Camry-ის ჰიბრიდიც და Avalon-ის ჰიბრიდიც წვავს დაახლოებით 5 litrს, რიგ შემთხვევაში 4.5-საც, რაც დამეთანხმებით, რომ საკმაოდ ეკონომიურია. ანუ წვის მიმართულებით სხვაობა არ აქვს, რო თქვა, რომ Camry უფრო ეკონომიურია და Avalon-ი არა და მაგან განაპირობა, არა. კომფორტის თვალსაზრისით ზუსტად იგივე შეგრძნებები მაქვს, რაც Toyota TRD-ის შემთხვევაში მქონდა და წარმოიდგინე ის იქ ყველაზე მაღალი კომპლექტაცია, ამასაც ყავს TRD როგორც ვახსენეთ და წარმომიდგენია, ამის უფრო მაღალი კომპლექტაცია რამდენად უფრო კომფორტული იქნება. საბოლოო ჯამში მე რომ ვიყო ახლა ადამიანი, რომელიც Toyota-s სედანის ყიდვას აპირებს, Camry-ზე არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდი არჩევანს, როცა შემიძლია რომ $2,000 დავამატო და როდესაც ამ ხელფასიან მანქანას ყიდვებ $2,000 აღარაფერს ნიშნავს და ვიყიდო ბევრად უფრო ლამაზი, სახელითაც უფრო მაღალი კლასის და უფრო კომფორტული მანქანა. ანუ Toyota Avalon. სხვა შორის ეს მანქანაც იყიდება და შეგიძლიათ დაფიქრდეთ, თუ გეგმავთ გამძლე Toyota-s სედანის ყიდვას. და ბოლოს მაინც მთავარი კითხვა, რატომ ვერ გახდა Toyota Avalon პოპულარული? თან ძალიან უცნაურია Toyota-s შვილი, რომ პოპულარული არ არის, იმიტომ რომ Toyota-s მოდელები რაც მახსენდება, აბსოლუტურად ყველა ძალიან მოთხოვნადია. მე ვფიქრობ ამაში დამნაშავე თვითონ Toyota, როდესაც Avalon-ის შექმნისას არაფრით არ განასხვავა ის Toyota Camry-სგან. გულისხმობ ძრავს, გადაცემათა ყველაფერს, შესაძლებლობებს და იმას, რითიც შეიძლება უფრო მეტად მოთხოვნადი ყოფილიყო. ხონოდა უფრო მეტი ცხენის ძალა, უფრო გაუმჯობესებული გადაცემათა ყველაფერი, უფრო ძლიერი ყოფილიყო, მაგრამ არა. მან ჩადო შიგნით ზუსტად ის, რაც იდო Camry-ში და სწორედ ამის გამო მომხმარებელი ფაქტობრივად იძულებული გახადა, რომ არჩევანი გაეკეთებინათ Camry-ზე და Camry-ზე შექმნილიყო აი ესეთი არაბუნებრივი ძალიან დიდი მოთხოვნა. სამწუხაროდ მე ვფიქრობ ამას დღეს აღარაფერი ეშველება, თუ რაღაც ძალიან რადიკალური გადაწყვეტილება არ მიიღო Toyota-მ და მნიშვნელოვნად შეცვლილი Avalon-ი არ გამოუშვა. მაგრამ ამას ვფიქრობ საკმაოდ დიდი დრო დაჭირდება. ეხლა ჩაუზრდებით თქვენს კომენტარებს, წავიკითხავ და ვნახავ რამდენად დაემთხვა ჩემი და თქვენი მოსაზრება მის არაპოპულარობასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა ყურებისთვის, არ დაგავიწყდეთ, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დაწერეთ კომენტარი. ისე რა მანქანის ნახვას ისურვებდით შემდეგს, ეგეც მითხარით. აბა დროებით.